ვაიმე შვილო აღარ შემიძლია დავიღალე მაქსიმიჩკის ჭაბის მოსმენ დამაწყდა ნერვები წაეთრიე გაგოჩილები იმეცადინე დავიღალე უკვე ჩემს სახში გავიღალე მიჭაბია რა არა ერთი რა არის ძალიან მაინტერესებს სათორე მარტინი არა რა გემოსადან აი ძალიან მაინტერესებს უნდა გავსინჯო რა მოლში მესადინეო დედა რა საკეთებ აუ აღარ არის რა როგორ იღვიძებს მამაჩემი გია რა იყო შვილო რას მაღვიძებ რა გინდა და როგორ იღვიძებს დედაჩემი დედა რა რაჯერად მაგიდა გამაგებინე აღარაფერი ესე იგი სულ გამოგივიდათ 10 ლარი და 25 თეთრის ქეშ ტიხლით თუ ბარათით უკაცრავდა ნუ ქეშ ტიხლით თუ ბარათით იცით რა ის მეგობრე ხალხი დგას ხო რიგში გელუდებათ ანუ გადაიხდით თუ რა ვქნა ეხლა კი კარგი თქო დროზე ქენით სანდრო წვენი გინდა ხოდა მოეთრიე მაშინ მოდი მიყურე მოდი მიყურე ვახავე ხაო ერთი ორი ხომ მიყურე ეს არის 4 ნახევარი შენ არის 5 არა შენ იყო ჩემს უზადად გეუნები ჩხუბეთ გადი ხა სამანჯეს დროს გადი აუ აშ მოდი აქ დედა კოვიდი აი ოღონდ კოვიდი კოვიდი ხოსო გამარჯობა ბატონი ლუკა აბესაძე ხო როგორც მივხვდი დიახ მევა ეკიმო რატომ ესეთი ხოლება კოვიდი მაგ ეხოწებთ არ დამიმაგოთ რა არა ბატონ ლუკა ნუ გეშინიათ თქვენ კოვიდ პასუხზე იყო ტესტი უარყოფილი უბრალოდ ანუ ეს ხელებას არის კიბოს ბრალი ფილტვების და კიდევ C ჰეპატიტი შიცი და წველი ფაღარათი ნუ ხელ და შეიძლება გარეთ მეგობრებთან გავიდე კი პრობლემა არა უბრალოდ ვისთანაც მიდიხარ მათი სახელები მითხარი გვარები როდის ბრუნდები რეგისტრირებული მისამართები ფაქტიური მისამართები პირადი ნომრები მართვის მოწომა დაზღვევის ნომრები ინსტაგრამები ფეისბუქები საბანკო ისტორიები სახლი დაასუფთავე დავალებები დაწერე შენ ძმას მოიხმარე დავალებების დაწერაში და რუსთავის მოიხმარე ვეფხისტყაოსნის ანას დაწერაში მასწავლებლები ამერიკაში კარგი აბა ჯეიმს მიდი წამიკითხე რა მოიწიე კარგით მისტერ კლარკ გულ სატოშლი როლში მიწერია როლში გიწერია კი მაგრამ შვილო სკოლან ვისთვის დაგირიგა კომპიუტერები და პლანშეტები რო ჩაიწეროთ ხო არ საერთოდ 21 საუკუნეა ვიღაწერს როლში კი მაგრამ როლში მაგდენის წერას არ გირჩევნიათ რომ პირდაპირ ტელეფონში დააკოპირებ და ჩასვავ რა აი ეგ არის 2 წუთის საქმეა ნუ კაი ახლა მიდი წაიკითხე მაგრამ შემდეგში იცოდე და მასწავლებლები საქართველოში შემდეგ გაკვეთილზე მოგცა ტელეფონის ხელში ის უფლება აი თუ რატო გეჭირა ხელში ტელეფონი ას დროს ნახულობდი უბრალოდ ვაიმე რაში მაინტერესებს საერთოდ მაგას რომ მეუბნები ვინ იკითხა მას თქვენ არ ეკითხეთ წერა რატო გეჭირა ტელეფონიო დავარგე ეს ობობა აჰა მოკდა ჩამოგივიდა სანდრო დავარგე ეს ობობა აჰა მოკდა ჩამოგივიდა სანდრო
ამერიკელი ბავშვები. მოკლედ, ეხლა მოდი ჩემი დაბადების დღე, ხო და დაბადების დღეს მინდა iPhone 13 Pro Max-ი, Lamborghini და ახალი ვერტმფრენის რაღაცა მოძველებული ჯანდაბად მინდა. ასევე მინდა ახალი თვითმფრინავი, ოქროსი რა თქმა უნდა, მინდა ახალი სასახლე, ეგეც მთლიანი ოქროსი, მინიმუმ 1,000,000 კილომეტრი კვადრატი რომ იყოს. Ну, ასევე მინდა $1,000,000, მილიარდი დოლარი მინდა, ტრილიონი, ვაფშე ყველაფერი გაცასებო. გასაგებია. ძალიან კაი, არ იქნება გასაგები და გიჩვენებ დამოყოფ ციხეში თავს. ჩემი ბრალი არ არის გინასწვალე. და ქართული ბავშვები. აუ დედა, დაბადების დღისთვის მინდა ახალი მე Wednesday-ის ყურების შემდეგ. ვა, ლუკა, როგორ ხარ აშვები? მას, მე მგონი ლუკას რაღაც ჭირს. ლუკა, რა დაგებართა ბიჭო, რა იყო? არ ვიცი, ამ ბოლო დროს ხილოები დამეწყო. უეცრად მოდის და ელექტროშოკის თერაპიას გავს, მაგრამ სასიამოვნო წვის შეგრძნების გარეშე. რაიო? ვერ არის ეს რა. მას, რატომ მიწერია ტესტში 9-იანი და არა 10-იანი? ვაიმე, ლუკა, 9-იანი მიიღე და რა დამეწერა? თქვენ ალბათ ის თვითმარქვია დედოფალი ფუტკარი გონია თავი, არა? საინტერესო ფაქტი გითხრათ ფუტკრებზე? როგორც კი ნექტარს მოაძრობენ კვდებიან. აუ ლუკა, ჩემა დეიდაშვილმა იცი რა მაგარი სათამაშო მაჩუქა? აუ გინდა გათხოვ, აჰა დაიჭილე. ფერებზე ალერგია მაქვს. ლუკა, რა ცეკო კი, მაგრამ ბიჭო ეს აჭარულია. მაგზაღლისთვის გააკეთე პედიგრის ყინულებიო. ლაკი. პედიგრის ყინულები გინდა? კიო, წავედით. ეხლა ის გადაგჩვენია რამდენიმე საათი დაველოდოთ. და როგორც იქნა გავიდა ეს რამდენიმე საათი, ნახოთ. ეს მაგარია. ფუ, ხახო რაღაცაერთ მოყვითალო ფერისა და რა თევზისუნია თუ რა არის ეს. არ მოსწონს სამწუხაროდ. ბარემ ინსტაგრამზე დამაფოლოვეთ ხალხო. აჰა, სულ დაიწყო ფილმი, დაიწყო. მე რა არის? ამ თორის პაპას მართლა ამხელა ტრაკი აქვს თუ ბალიშები აქვს ჩატენილი? რას მეკითხე, მე საიდან ავიცოდე, ბალიშები აქვს ჩატენილი თუ მართლა ამხელა ტრაკი აქვს? ისეთი სისწრაფით მიდიან ეხლა მაგალითად რომ მე მგონი ხიდიდან გადავარდებიან. თან ხიდი აქვს გასავლელი. გადავარდებიან ხიდიდან? და მე საიდან დავიცოდე კი მარა, მეც ეხლა ვუყურებ. აუ ესენი მართლა ამხელა შენობაზე არიან ნაცვლები თუ ფოტოშოპია? არ ვიცი ადამიანო, არ ვიცი. ვაუ, კიდე ნეპარება. აუ ზოგში ხო ჩაარტყავს დანას. მე არ ვიცი, მეც ეხლა ვუყურებ ხო? ვაიმე, არა, ამათმა ისე შეხედეს ერთმანეთს, აი ქორწილი გარანტირებული. აუ მე ვშენება თუ ამ თორის პაპას ტუჩები აქვს დაბერილი? არა! აუ ეხა შენი აზრით ეს კაცი რომ შპაკაჩი ჩამსჯარიყო, მე ჯიჯლები მოტყდებოდა თუ ნეკნები. მოკვდა! ისე ამ ციხეებში ტუალეტები აქვთ. ციხეებში როგორ არ ექნება ტუალეტები ციხეებში? გამომივიდა ესე ბლონდი, ხო, ბლონდი იძახე, ბლონდი კი არა საღებავია ეს. გეხოცები მოკეტე რა დამაცადე ფილმის ყურება. ხო ხედა უყურებ მეც, ჰე. აუ ეხლა ამ ბავშვმა რო შუა კლასში გააკუოს, რამდენს ვიღადავე. მასწავლებლები წლის ბოლოს. მას ეს რამდენი ფურცელია, სულ უნდა დავწერო? რა არის, რა გაგიკვირდა, ძალიან მაინტერესებს. 500 ფურცელია მარტო დასაწერი, მეტი ხო არ არის. უი, ხო და გვერდზე რო გიდევთ 600 ფურცლიანი წიგნი, მაგას წაიკითხავ და აქვე დამიწერთ არგუმენტირებულ ესეს. მას და ამ ყველაფრისთვის 40 წუთი გვაქვს დრო? უი, ხო, პრინციპში მართალი ხარ შენც. 40 წუთი ძალიან ბევრია. ნახევარი საათი გაქვს დრო. აგით რა მას 0.000 ერთ წამში რო გავცე ყველა კითხვას პასუხი, ნახევარ საათში მაინც ვერ დავწერ. უკვე 25 წუთი. მას 25 წუთში რა წიგნი უნდა წავიკითხო? 2 წელი 100 გვერდიანი წიგნი ვერ წამიკითხო? 20 წუთი. ხო და ბავშვები აქვე დავამატებ რაღაცას, რომ 2-ზე მეტი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვთ. ვინც 2-ზე მეტ შეცდომას დაუშვებს, კლასში კი არ ჩარჩება. მე-5 კლასში გადავა ავტომატურად. უი ლუკა, შენ უკვე შეგიძლია ჩახვიდე მეორე სართულზე და დაუმეგობრდე მე-5 კლასელებს. ხო რავი, მაინც მომავალ წელს გატარება ერთად მოგიწევთ. ვაიმე, რა სასაცილოა, როგორ გამეცინა? 15 წუთი.
აი ზარის დროც მოვიდა. მოიც რა? აბა დროზე ჩამაბარებ ტესტები. დროზე თუ სუნთქავს სასტრაფოდ შეწყვიტე სუნთქვა. ეხლა გეტყვი რატომ? მაგალითად ანუ როცა ადამიანი სუნთქავს მე ძალიან ნერვები მეშლება ხოლმე. რა და მაგალითად ჩემი ძმა რო გვერდზე მიდგას და რო სუნთქავს რა. ანუ ნერვები მეშლება რა გავაკეთო და ანუ ბევრი მშობლებს ეშლება ამ ყველაფერს ნერვები რა. და ანუ მშობლებს თქო ძალიან კაი სმენა აქვთ. მაგალითად მე რო 2 კილომეტრის მოშორებით რაღაცას გავტეხავ, ჩემ მშობლებს ესმის და მეჩხუბება ხოლმე რა. და ანუ ესე მაგალითად ბავშვმა რო ამოისუნთქოს გაკვეთილზე შეიძლება მშობლებს მოიშალოს ნერვები, შემოარდეს გაკვეთილზე და ჩხუბი დაუწყოს. ამ ყველაფერს ვიღაც გადაიღებს, შემდეგ ადვირთავს სოციალურ ქსელში და ეს ყველაფერი მივა დირექტორის ყურამდე. შემდეგ დირექტორი შემოვა კლასში დაიწყებს ჩხუბს რომ რატო ნახდებოდეს ეს ყველაფერი გაკვეთილის პროცესშიო და ამ ყველას ექნება თუდი ავტორიტეტი და შეიძლება ეს სკოლაში აღარავინ აღარ გადმოვა და ყველა გადავა ამ სკოლიდან და ეს ყველა რომ დაცარიელდება ამ სკოლას დაანგრევენ, იმიტომ რომ ანუ აღარავინ აღარ იქნება და რა აზრი იქნება და ყველა სკოლაში განმეორდება ეს ყველაფერი და ყველა სკოლას დაანგრევენ და საბოლოოდ სკოლები რომ აღარ იქნება, სწავლაც აღარ იქნება და ხალხი იქნება განუვითარებელი, ანუ სწავლის დონე დაიცება ნულზე რა. და ევროპაში და ცოტა განვითარებულ ქვეყნებში სადაც არის შობადობის დაბალი მაჩვენებელი, ანუ ხალხი არის განვითარებული და სამსახურები აქვს და ძირითადად არ ცალიათ ხოლმე ბავშვების მოვლისთვის და აფრიკაში და ცოტა განვითარებულ ქვეყნებში ცალიათ ხოლმე ანუ ბავშვების მოვლისთვის რა შობადობის მაღალი მაჩვენებელი და ხალხი როცა განვითარებელი იქნება, არ იქნება მედიცინა, არ იქნება პროგრამირება და ანუ ძირითადად იქნება ვაჭრები რა. და შესაძლოა ბავშვების მოვლისთვის დრო დაჭირება და ბევრი ბავშვები ეყოლება და შესაძლოა დედამიწაზე ანუ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება დედამიწაზე რა. და ანუ დედამიწაზე აღარ იქნება მამდენი რესურსი, რომ ამდენი ადამიანი გამოკვება და ჩამოვარდება შიმშილი. ბევრი ადამიანი დაიხოცება შიმშილისგან და ანუ უცოდინურები იქნებიან, ანუ შეიძლება ინფექცია შეიჭრას ვიღაცას და ამ ინფექცია მუტაცია განიცადოს და დაიწყოს ომი აპოკალიფსი. შემდეგ ყველა გადაჭამს ერთმანეთს და ანუ დედამიწაზე ხალხი აღარ დარჩება რა, უკანასკნელი ადამიანიც კი მოკვდება და ანუ დედამიწაზე ხალხი აღარ დარჩება და ამ დედამიწას რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ შეიძლება დაიწეს ასტეროიდი და ვაფშე განადგურდეს და ვაფშე აღარაფერი აღარ იქნება. ამიტომაც თუ სუნთქვა, სასტრაფოდ შეწყვიტე სუნთქვა, იმიტომ რომ ეს შენი სუნთქვა შეიძლება გახდეს დედამიწის გადაშენების მიზეზი. გმადლობთ ყურადღებისთვის. ესე იგი ვიდეო ვიკვდებოდა ვიღაცები აშენებდნენ ამ წრეებს ჩიფსების გამოყენებით. ვიფიქრე მე სხვა რა ვაშენო მეთქი წინასა გაგაფრთხილებთ რომ ძალიან სუსტი ნების ყოფა მაქვს. ხო და ვიცი რომ ჩემ ნერვებს აიღებს ამის აშენება. მაგრამ anyways ვცადოთ მაინც ჩვენი ბედი რა თქმა უნდა ჩიფსებთან ერთად. გონი უნდა მიყოს. გავაგრძელოთ ამით აშენება. ჯერჯერობით აქამდე ვართ მოსულები. ახრიდან დავიწყე, იმიტომ რომ არ გამოდიოდა. არა. ცდა ნომერი აღარ მახსოვს. აუ რა დავიღალ. აი აშენება არ გამომიწდა, გემრიად მაინც შევჭამ. მოგესალმებით მეგობრებო, ესე იგი დღეიდან ვიწყებ no sugar challenge-ს, ანუ არანაირი შაქარი არ უნდა მივიღო მთელი 2 კვირის განმავლობაში. Let's begin our journey. ჩაიში ვიყრე ხოლმე 60 შაქარს და დღეს პირველად ვსინჯა უშაქრო ჩაის. ბურაზოის ღრობა. ნახეთ რეები მოიტანა გამაჩენო. რა მაიძა ჩიტორო. ხალხო იმაზე ბევრ რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ანუ ყველა ნერვს მიშლია და ჩემ თვალწინ ჭამენ მაინც და აი მეგობრებო როგორ დუდღნია ჩემ თვალწინ კარფურს ბლინებს და ნაყინს და რაღაცებს ამ დროს მე ვაშლი ვიყიდე კარფურს შევედი ერთი ვაშლის გამო და მეგობრებო ამ ყველაფერს თავი რო გავანებოთ ვამჩნევ რაღაც ცვლილებებს მოკლედ ანუ იმის ხმა მინდა რომ სანამ ამ ჩელენჯს დავიწყებდი დიდით რო დავლებდი ჩაის მაგალითად 5-6 საათამდე წყალს საერთოდ არ ვსვავდი ხოლმე და ეხა პირიქით ერთ საათში მარტო 2 თერმოსი წყალი დავვლი ანუ ძალიან ხშირად მინდება აუ გავანებე თავი დამაცალე მოკლედ მეგობრებო, მინდა გითხრათ რომ ჩელენჯი არის ოფიციალურად გაუქმებული. კაი მესმის ნაყინების, კაფეტების და სნიკერსების გარეშე გავძლებდი ახლა როგორღაც 2 კვირა, მაგრამ ანუ საჭმელების უმეტესობა შაქარი აქვს. პურსაც კი შაქარი აქვს და ანუ გამოდის რომ მთელი დღე არაფერი არ უნდა ვჭამო და ამის გამო არ მთელი დღე უხასიათო და უენერგიო და ეხლა მე საბეცაინო მაქვს, მაგის თავიც კი არ მაქვს მე. ანუ კი ვჭამ ხალხო ჩვეულებრივად კი არ ვშიმშილობ, მაგრამ შაქარს აქვს მთელი კალორიები და ეგ თუ არ მივიღე რა ნუ ეს ჭიქის ნაყინი იდეაში ცივი ყავისთვის ვიყიდე, მაგრამ ვეღარ უძლებ და რა ვქნა. 2 1 რა ტობელია ვაიმე როგორ მომეატრა შაქრის გემო ესე იგი თმები შეიჭერი და 50000 ლაიკი გარანტირებულია არ ვიცი შევიჭრა მინანება თან აუ ხახო ერთი 50000 ლაიკი არა უვიდეს აი არ ვიცი რას გისდა ამ შევდივა was at this moment that he knew he fucked up მოკლედ ხახო შევიჭერი ეხლა თმა
ხო და მოკლედ ახლა წავალ და ვნახავ ყველას რეაქციებს. მოკლედ მეგობრებო, ახლა ვნახულობთ ბიჭოლა შემის და ჩემი ბიძაშვილის რეაქციას. თვებ შეიჭერი ბიჭო, იცის ნუ. არა. ძალიან გიხდება შენ. მადლობა. იმიტომ იყო. რას გავხარ? დედილი ხარ. დედა არ მოგწონს. დედა. გზელით მაუხრა მომწონს. და მე რომ აუერთთ მე გავან. ხო. დიხარში საქონელო შედა დროზე სახში მოეწვი მას არ მომიყვანა თმები და არ გათორიოში მეც მიყვარ ხარ კი. მეზიზღები ვის ლაპარაკები? დედა ჩემია. აუ მართლა ჩემი გამოკითხვა გადაეცი რა. დედა ელენემ გამოგცა მოკითხვა. მაგელენე ჩემგანაც გადაეციო. აი ხლა დროზე ადექი კაი, აბა წავედი ახლა მე ხო? კაი, აბა მიყვარ ხარ და კარგად. მას არა მომიყვა აუ, ის შეა ტელეფონი გააქვს. აგიცა ვერ გავიგე? მე რა ტელეფონი მაქვს? მე რა კითხო რა ტელეფონი რა მქონდეს? iPhone, obviously, like. iPhone მაგარია. აუ, ისე შეა ტელეფონი გააქვს? Samsung-ი. ხო რა, Samsung-ი მაქვს არ გჯერა? აჰა, მოდი გამომართვი. რა გააკეთე? სად არის? რა იდიოტი ხარ, ალერგია მაქვს Samsung-ზე. მე რა გჭირს, ხო კარგად ხარ? მომეც საერთოდ ეს ისე გოგო შენი შვილი რა შრომა? რა ვიცი, უროლოგთან ყავს წასაყვანი. მოიცა უროლოგთან რაღაცზე. გოგო ღამღამობით ეპარება ხოლმე ფისები და ეტყობა რამე ანთება არ იყოს ასული. დედა, Facebook-ზე ატო დადე რომ შეყვარებულმა მიღალატა. რა მოხდა მე რო? რას ქვია რა მოხდა? ბარე მისის დადე რომ Spider-Man-ის ტრუსი კი მაცვია. კაი გამახსენე, მოიცა. ხო გოგო, ანტიდეპრესანტებზე ყავს ბავშვი ახლა. ყოფილმა დაადო და. მე გაჩუმდი ხო დედა. ხო და 50 მილიგრამიანზე ხო გადავიყვანა მეთქი. ხო და ისე რა. ხო გოგო, ამასაც რაჩვევა აქ ესე ღამე უნდას კი არ ჩარეცხოს. ისე ხმაურზე მოსწრებს გაიღვიძებათო და მეშინიავ და ყოველდღე რომ გავდიო დედა გადახართ ხო. აი ამეს მოკლედ გავიდა ორი დღე რაც ბატიპუდის მარცვლები მაქვს წყალში ჩადებული და დროა უკვე დავუკვოთ. კი არა დავთესოთ. შემდეგ დავიწყე სიმართლე რო გითხრათ, არ ვიცი ამ პროცესს რა ქვია, მიწების გადმოყრა თუ რავი რაც არის რა. და დროა უკვე დავთესოთ ჩვენი ბატიპუდის მარცვლებიც. შემდეგ გადავწყვიტე რომ ცოტა სასუქი დამემატებინა, მაგრამ როცა გავაანალიზე რომ სასუქი სინამდვილეში ძროხის ფუნაა, მაშინვე გავიქანი და ჩავიცვი ხელთასმანები. ბოლოს გადმოვტკეპნე ეს ჩვენი მიწა. როგორც კი დაიწყებს სიმინდი გასდას, მაშინვე გავაკეთებ აპდეიტს. აბა კარგად. დედა, ბიზნეს შეხვედრა მაქვს ონლაინ და სკამი მომიტანი რა. ახლა მე მოგიტან. შეხედე? ჯერ არ შემოსულა და უკვე ოჯახს მირევს. ანუ, შენ გინდა თქვა რომ ძლიერი ხარ, ხო დედა? ცუდი იცი რა არის ჩემო ლამაზო? შენ მე არ მიცნობ. იცი რა? ჩემო საყვარელო? იცი რა გიგედა? ეგ სავარძელი არ უყვარს ჩემს შვილს. ჩემს შვილს უყვარს ეს დივანი. აუ, თაფლიან ჩაის კიდალებდა ახლა ისე კაც. ჩაი? ახლა გავაკეთებ. როგორ მიყვარს ჯანსაღი კონკურენცია? როგორ მიყვარს შახრაც რომ ეთამაშებია? თქვენ მე არ ვიცნობთ, ჩემო ლამაზებო. მე განახეთ როგორი უნდა იყოს ხარისხიანი ჩაი და უნაკლო თაფლი. და მეთოდეთ ერთი წუთი. ეს ერთი. ეს ორი. ეს სამი. მინდა შევეხო ძალიან სენსიტიურ თემას და შეგახსენოთ, ვინც მე მებლატავებოდა, მე დერსკებოდა. სამუდამო სამფლობელო დღეს მუკიაზე აქვს. ასე რომ? ხო, ერთი ადგილი კიდევ შემონახული მაქვს ზოგიერთებისთვის.
მოკლედ იყიდება ეს სახლი, სხვათა შორის ამ სახლში 7 ოჯახი ამოწყვიტეს. აი ზუსტად აი ამ ოთახში 3 ადამიანმა ჩამოიხშო თავი. ასევე დაფიქსირებულია სხვადასხვა პარანორმალური მოვლენები, ნუ საგნები თავისით მოძრაობენ. So, ყიდულობ. აი შულა გვიანია უკვე დაწექი დაიძინე. ნახე მამა, იქით კუთხეში რაღაც მაღალი კაცი დგას და ხელს გვიქნევს. მოიცა საწამო. ჩანსი არა მე ამ სახში მე ორ ფეხი მოვდგა. And I work like a dog day and night, living off of coffee from a pot none of you want to touch. აუ შვილო 2 წუთი არ დამიდოდე, პურის აღება დამავიწყდა. ხო 2 წუთი მოვალე ხავე. აუ კაი ოღონდ მალე მოდი რა. როგორ აკეთებს ნორმალური ადამიანი საჭმელს? და როგორ ვაკეთებ საჭმელს მე? ესე იგი, მოვეგზავნოთ. როგორ იხსნება? აი. აუ, რა ვერ მოიხარშა რა. ბედა, კვერცხი ვიდეოს მაგიდაზე და არი ხარშება ცოცხალი თავი დავიღალე რა. ცეცხლზე უნდა დავდო, ცეცხლზე. მაგრამ ცეცხლი სად არის? მოიცა ასაც მოვიდა. გას ქურაზე? ხო, აუ და ის რა მაგიზებს? ეს რისი კვერცხია? ქათმის? ხო რა ვიღაცა ძროხის უნია და მე ძროხის ხო არ არის თქო. ხო არა, იცი რას ვიზავ? ბალიშის ქვის დავდებ ამ კვერცხებს. ხო და ვნახოთ რა გამოიჩეკება. ხო, ვაიმე რას მივიღეთ ძალიან მაინტერესებს. არა გასულენი. ძალიან ჭკვიანად ვიქცები. ეხლა ვიდავდებ ხო? მანამდე სხვა რამე შევჭამ. გამარჯობათ, რას მიირთმევთ? დიახ, ცეზარს ავიღებ ერთხელს. კარგი, დაახლოებით 15 წუთში მზად იქნება. დაინახე? რა უნდა დამენახა? ტიპი თვალს ვერ მაშორებდა, თვალებში მიყურებდა მთელი 3 წამი ხო არ გადაო. აბა შენ გილაპარაკებოდა და კედელს ხوار შეხედავდა. რა იყო გშურს? რა? შენთან არ მოვიდა და ჩემთან მოვიდა პირველი. ეგ ვაფშე რა რა შუაშია. ვსწრებ, ყველა ჩემსავით ლამაზი ვერ დაიბადება. დაინახე, რა უნდა დამინახა? და უსახკაროდ ხო ფული? და რა ამერე? რა სოხდები ესე იგი უნდა რომ მიუსულიყავი და ფული ჩამეგდო რომ მასთან უფრო ახლოს ყოფილიყავი. ანუ ხარი მადე კიდე ქორწილი გადამიხადა იმას შეყვარებულია ჩემზე ტიპი. არ შემიძლია დესპერეთ ხალხი რა. დაინახე. რა უნდა დამინახა? ტიპი გიჟდება ჩემზე. Slay girl. ძალიან მაგარი აუთფიტი გასვია. მუსიკაზე ვაღვდებ რა. დათვი თუ კაცი? დათვი რა თქმა უნდა. უბოდიში. როგორ მაძინებდნენ პატარაობაში? უი ბებო 11 საათი დაწყებულა, გვიანია, მოდი დავიძინოთ ხო ეხა? აუ არ მინდა დაძინება რა, არ დავიძინებ. აი ძალიან კარგადაც დაიძინებ რა. არ დავიძინებ. დაიძინებ. არ დავიძინებ. დაიძინებ. არ დავიძინებ მაინც. აი ეგრე ხო? აი მე გუდიანი რომ მოვადე, რომ შევჭამს, მე არ დამაფრარო. ძლივს არ დავაძინე ეს დეგენერატი ეს. ლუკა! რა? რა გინდა? დედა! მე რას მეძახი ვერ გავიგე? დედა! დედა! აუ რა! ასე მეძახი დედა რა გინდა?
რავი შულო ისე შემოგძახე უბრალოდ არ შეიძლება? ეს ბავშვი თუ გამოშტირდა მე მგონი რეიბსებს თორიზე იმე მას კიდე ტელეფონი უჭირავს თუ აი როგორ ამშურს ნაირას მშობლებისა რა ბარხსა 24 საათი ხელში წიგნი უჭირავს ტელეფონს განაიღებს რომ ხარობენ მაგის მშობლები შენ კიდე ვერ დაგაგდებიდე ეგ ტელეფონი და ხალე რომ მაგ და უკვე ხელში მოვიდა და აჰა სო ეს იგეს მოჩი დედა ამ კვირაში უკვე მეხუთე წიგნი დავამთავრე და რა გიყო ეხლა მე დაში დაგიკრა დებილი ეს შენ მაგნიტელი ის გირჩენია მოიწვი და მაგიდის გადადგმაში დამეხმარო ხო სანდრო ნახე უნდა დავშორდე თუ მომწერა მე რა გიხარია და დავშორდე და მიყვარხარ არის 29 მარცვლიანი მინდა მიიღო შენი აზრით სანდრო ნახე არაფერი მე რა და ის არაფერი დამთვლიდა ესე იგი ნიშანი უნდა მივწერო ნახე სამი კვერცხი და რა და მაგა ხო სამ ადამიანთან მიღალატა ესე იგი კიდევ უყვარ ვარ ნახე ვენტილატორი მიბერავს მე რა და იგეთ სხვა მოდროს ძალიან უბერავდა აუ უნდა მივწერო ჩემ ტელეფონს სადო ნახე კაცირძით მე და მამამისი თხორ ზეზია წავს როგორ იღვიძებს მამაჩემი გია რა იყო შულო რას მაღვიძებ რა გინდა და როგორ იღვიძებს დედაჩემი დედა რაჯერა მაგიდა გამაგებინე აღარაფერი აჰა ესე იგი ბებია ჩემი ღვინის საწურავ აპარატში საწნახელში ჩავაყოლე პაპა ჩემი პადვალში მყავს დამწყდეული ჩემი ძმა ძირს დავაბი და მე ზემოდან ძროხებით გადაუარე ძვლები დაუმტვრიე ესე იგი ჩემი მშობლები მეშოკაში ჩავსვი და მე ნაგვის მანქანას გავატანე ნუ დაწავდნენ უკვე ესე იგი ბიძოლა ჩემი საერთხი მანქანაში შევაგდე და დავახჩვე ბიძა ჩემი ხორცის საჭირო მანქანაში ჩავაყოლე და მე ზევიდან ტრაქტორით გადაუარე და ჩემ ბიძაშვილებს თვალები და ყურები დავთხარე აჰა ხო ეხლა ვეღარავის ვეღარ დაურეკავს და დაიბარებს ჩემი მასწავლებელიც კაი ვაიმე ჩემი ძაღლი დამავიწყდა გადახო გინდა აუ ხო მიდი მანახე რა ლუკა ალო და ბანზინტედი და რა მისაკ ბანზინტედი შენ გაქვს აი ალო მოვიდა მაგის გამოიყოს აუ რა კაი შეავალი გაცვია ოიცაც შეალოთ მოიცა ტუტორიალს უყურებ YouTube-ში ერთი რა მოიცა აბა ვიცი შეალიო აუ სო დავმოღამე ცხინავ შეხერ სად ვიდიხარ ლუკა ესე რა ხო უი აი რასაკე რას სალამი რაშვები როგორ ხარ? კაროჩე დღეს ვაპირებთ ბიჭები გასვლას რა ხო და ხო გამოხვალ შენც? Hi Queen, რაშვები, კაროჩე ბიჭები ვაპირებთ დღეს გასვლას რა და ხო გამოხვალ? მოიცა ხელხა ჩავწერ. კაროჩე იტოქში რა დღეს ბიჭები ვაპირებთ გასვლას ხო და ხო გამოხვალ? თან რაღაც გოგოების თემას გაიჭითება რა ხოაზე ხარ? აუ მე მგონი დამეკრაშე. I don't know that he's getting hot at the body shop. Просто, აუ რამაზი ვარ. აუ ხო არ გადაუ პროსტა, რამაზი ვარ, პროსტა. როგორი გამოყვანილი და რამაზი სახის ნაკუთები მაქვს. როგორი პაპუკი კანი მაქვს, პროსტა. ანუ თან სოფლიოში. ჩემზე რამაზი, ვინმე არსებობს საერთოდ? ანუ მე თან სოფლიოში ვარ ხაბელაზე რამაზი. და მე უკან ისანი ხაბი, პროსტა. აკადე დავდიოდი ეს და ავიცოდი რომ ეს რამაზი ვიყავი, ანუ შანსი არა, პროსტა. ვაიმე. რამაზი ვარ.
ესე იგი ფესვი 16 შეფარდებული, 4 ფესვი 5 მიმატებული, 3 ფესვი 6. გამოგავ ეს აბლაბუდები და ჭირი შეკიდე რა. აუ კიდე ღია დამიტოვა ეს კარები რა. წაიღეს უკვე. არა, ეხა ნახე ამას რა უყო. ოი რა საკეთებ? ძლივს არ დავისვენე კი, მაგრამ აქამდე სად ვიყავი? ხო ხედავ ადამიანო, მოვდივარ, აი, მოვდივარ, რომ ხედავ, ამდე დაიწვა, ამდე დავატარო, ჰა? აიში, ეხლა დებილო, სამოხა, გამოსტერებილო, მაგიჯო, ბირო. ამის მეკითხა განერობა ის და დაიშვები, გასაგებია. მე საშიში ფილმის ყურების შემდეგ. დაიწყო ამ ბავშვის წევრა. აჰა. არა, დიახ, გეხოთები რამე უქენთ ამ ბავშვს. ამ ფსიქიატრიულში გადაიყვან. იცით რა არის, მომისმენთ რა ყველა ყურადღებით. მე უკვე ვარ დიდი და ვარ დამოუკიდებელი, ხო გესმით? დამოუკიდებელი. და შემიძლია რომ ჩემ თავს მე თვითონ მივხედო. მე გავაკეთო ყველაფერი. რა ქვია, მე მოვაგორო ჩემივე პრობლემები და ბავშვი არავის დახმარება არ მჭირდება, ხო გაიგეთ? და საერთოდ ახლა საშუალო ხარ გადავიდე საცხოვრებლად, მარტო. ვაიმე, დედა, და მე გეხოთები მოდი რამხელა ჭიაჭვლა დადის რა. აუ დედა, ვერცხი როგორი ხარ შეგოდა? ვაიმე დედა, თითი გამიჭერი მიშველე. აუ დედა, მშია. დედა. ლუკა. აუ ტყევალი წამოიღე რა, გეხოთები მაცი ვარში დევს. კაი. შემჭამა რა. დამეხარა თვალები არ დევს დედა და რა გავაკეთე? ვაიმე მეტი მცარმი და მოვიდე და მან დიდოს. იცი რას გიზავ? ჩაგწვდები მაგ ყანყრატოში, ამო გადღლიზავ და გამუჯებ სამუდამოდ. აი ვნახოთ. აბა ეს რა არის ძალიან მაინტერესებს. რა?